ჭრაქი, ნაცარი, ბუგრა უამინდობა ფერმერებს პრობლემებს უქმნის. წვიმის გამო აგროვადებში ვენახებისა და ხეხილის ბაღების შეწამვლა ვერ ხერხდება. შედეგად კი ნაკვეთებში სხვადასხვა დაავადება იჩენს თავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ვაზი და სხვა მრავალწლოვანი კულტურა გამუდარებისთანავე უნდა შეიწამლოს, რათა მოსავალი არ დაზიანდეს. მიმდინარე პერიოდი გამოირჩევა ჭარბინალექების რაოდენობით, რაც რა თქმა უნდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში იწვევს დაავადებების მეტად გავრცელებას. გამომდინარე აქედან ფერმერებმა საჭირო არის გამოიყენონ ის პესტიციდები, რომელიც არის რეკომენდირებული ამა თუ იმ კულტურისთვის, რომ არ გამოიწვიოს დაავადებები და დაავადებებიდან მოსავლის დანაკარგი. ინკუბაციის პერიოდი აქვს ისეთ დაავადებებს, როგორც არის ჭრაქი, ნაცარი, ხეხილოვან კულტურებში სხვადასხვა დაავადება, ამიტომ საჭირო არის, რომ ეტაპობრივად ჩატარდეს შესხურება ინსექტიციდების, რაც გამოიწვევს თავიდან აუცილებლად აღნიშნული დაავადება.